განახლებადი ენერგია ის სფეროა, რომელიც წყლის, მზის და ქარის რესურსებით დაჯილდოებულ საქართველოში განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან ამ სფეროს განვითარება შესაძლებელია როგორც ქვეყნის, ასევე ინდივიდის დონეზე. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ბევრი ისეთ სახლს შეხვდებით, რომლის სახურავზე მზის პანელები არის განთავსებული, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, როგორც სახლისთვის, ასევე ქსელისთვის. დღეს ტექინფორმში მოგიყვებით თუ როგორ დავამონტაჟოთ სახლში მზის პანელები ისე, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღარ დაგჭირდეს. ამ თემაზე ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას დამფუძნებელთან თორნიკე დაჯანიასთან ვისაუბრებთ. თორნიკე, გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, პირველ რიგში აუცილებლად გვინდა ვისაუბროთ იმ ძალიან საინტერესო შემოთავაზებაზე, რომელიც თქვენმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მე შემხვდა Facebook-ზე პოსტი და რო წავიკითხე, თავიდან რამდენიმეჯერ გადავიკითხე, იმიტომ რომ ხوار მომეჩვენა. მეთქი იმდენად საინტერესო იყო, რომელიც გულისხმობს თბილისში სახლის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას უფასოდ ადამიანისთვის და მოგვიანებით კონკრეტული კონტრაქტის საფუძველზე მასთან ურთიერთობას. მოგვიყვებით უფრო დეტალურად თუ როგორ შეუძლია ადამიანს უფასოდ დამონტაჟოს მზის პანელები საკუთარ სახლში. დიახ, ეს ინიციატივა ჩვენ დიდი ხანია ვფიქრობდით და ჩავთვალეთ, რომ ეხლა ეს ზუსტად ის ეტაპი 2025 წელი დაიწყო, გვინდა სიახლეების შემოვიტანოთ ჩვენ სფეროში, ბიზნესში, ამიტომ ეხლა გავაცხადეთ ამ ინიციატივის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ არ გაქვს შესაბამისი სახსრები, რომ დააყენო მზის ელექტროსადგური, ეს არ არის არანაირი პრობლემა. მოვდივართ ჩვენ, ანუ კომპანია, ვამონტაჟებთ მზის ელექტროსადგურს სახურავზე, გამომუშავებული ელექტროენერგიის 20%-ს უტოვებთ სახურავის მფლობელს, 80%-ს ჩვენი პარტნიორი კომპანიები მოიხმარენ და 10 წლის შემდგომ ამ სადგურს გადავცემთ სრულად საკუთრებაში. თქვენ იცით, რომ მზის ელექტროსადგურის ოპერირების პერიოდი დაახლოებით 20 წელი არის, ანუ ექსპლუატაციის პერიოდის ნახევარს ჩვენ ვიყენებთ, ნახევარს უტოვებთ თვითონ ამ სახურავის მფლობელს და ყველაზე საინტერესო არის ისიც, რომ ამ პერიოდში, ამ 10 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ ეს სადგური გამოისყიდოს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, დღესვე შეუძლია, რომ დაიწყოს სარგებლის მიღება მზის ელექტროსადგურიდან, რა თქმა უნდა 20% ნაკლებია, ვიდრე სრულად რო ესარგებლად, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს რაღაცა შეღავაც მიწევს. ახლა ჩვენ დათვლილი გვაქვს, რომ 10 კილოვატის სიმძლავრის სადგური რო დავუმონტაჟოთ ვიღაცას, დაახლოებით 50 ლარის ელექტროენერგიას ვუტოვებთ, ასე ვთქვათ, იმ 20%-ის ფარგლებში. უკვე 100 განაცხადზე მეტი არის შემოსული, ანუ ინტერესი საკმაოდ მაღალია, არ გაგვიკეთებია რეკლამა, ანუ რაც დავდეთ პოსტი იმის შემდგომ, ანუ ავტომატურად მოხდა ამისი, ანუ პროაქტიული რეკლამა არ გაგვიკეთებია, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ კუთხით მეტი რეკლამის განთავსებას, რომ მეტი და მეტი ადამიანი დაინტერესდეს და, რა ვიცი, ფიქრობთ, რომ გვაქვს იმისი რესურსი, რომ ყველას დავუყენოთ და დავუმონტაჟოთ ეს მზის ელექტროსადგური, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი კომპანიის მიდგომა არის ის, რომ გვინდა რომ ყველა ისარგებლოს. ეს არ იყოს მარტო რომელიღაცა კონკრეტული დიდი კორპორაციის, კომპანიის ან საწარმოს თვის სიკეთე, არამედ ჩვეულებრივ რიგითმა ადამიანებმაც, ფიზიკურმა პირებმაც მიიღოთ ამითი სარგებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით თავის ტკივილი არის, ხო, ან გვირჩევნია, თქო, ერთი დიდი სადგური ავაშენოთ, ვიდრე დაშლილად ბევრი პატარ-პატარა, მაგრამ ფიქრობ, რომ ეს ზუსტად არის ის გამოწვევა, რაც ქვეყანამ და ჩვენ უნდა ავიკიდოთ ხრებზე და ამას მოკლედ შევეჭიდეთ და ვფიქრობთ, რომ წელს კაი შედეგები გვექნება. გვისაყვედურობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რატო არ ვრცელდება ეს რეგიონებზე, იმიტომ რომ ჯერ განვაცხადეთ, რომ ეს თბილისი და თელასის ქსელი უნდა იყოს. რეგიონებიც აუცილებლად გადავალთ, მაგრამ გვინდა რომ ჯერ პირველ რიგში ნახოთ ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს თბილისის მასშტაბით, რა გამოცდილება იქნება დადებითი უარყოფითი და შემდგომ უკვე ნელ-ნელა გადავალთ რეგიონების მასშტაბსაც შევეჭიდებით. თორემ ალბათ ბევრ მომხმარებელს და მათ შორის ჩვენს გაგვიჩნდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელს იღებს კომპანია თავად ამ შეთავაზებით, მარტივად რომ ვთქვათ და მოდი მაყურებელს ავუხსნათ რეალურად რის გამო აკეთებს ჰელიოს ენერჯი ამ ყველაფერს, რა არის ის თქვენი კომერციული ინტერესი, რომელსაც მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში ხედავთ. ჩვენ ფიქრობთ, რომ სახურავი კაპიტალია, კარგი სახურავი თქვენი კარგი კაპიტალია. ამიტომ, როდესაც უყურებთ ამ სახურავს და არის გამოუყენებელი, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმას, რომ ამ ადამიანს შესაძლებლობა რო ქონდეს დააყენებდა, ხო? ანუ ისარგებლებდა ამ იმით, ანუ თვითონ მიიღებდა გამომუშავებულ ელექტროენერგიას, მაგრამ ვამბობთ ესე თქო მიდგომით, რომ მოდი ჩვენ ვართ ამისი დროებითი მფლობელები თქვენი სახურავის, იქიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას ჩვენ წავიღებთ და ჩავითვლით სხვაგან.
ეს ჩათვლა შეიძლება მოხდეს ჩვენ ელექტრომობილების დასამუხტი სადგურის სისტემაში, ჩვენს პარტნიორ კომპანიებში, რომლებსაც ჭირდებათ ელექტროენერგია, ანუ ბევრი კომპანია არის, რომელიც ამბობს, რომ უნდა ხელი შეუწყოს ამ ყველაფრის განვითარებას და ეს არის მისი კორპორატიულად დადგენილი ინტერესი. შესაბამისად, ისინი, ანუ ჩვენ ხო საიდანღაც მოვაქვს ეს რესურსი, სადაც აქ ვაკეთებთ ინვესტიციას, ჩვენს უკან დგანან ასევე ინვესტორები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ დავაფინანსებთ ამ ყველაფერს, თქვენ უბრალოდ ეს ყველაფერი დააორგანიზეთ და გააკეთეთ. ამიტომ არსებობს ორი მხარე, არსებობს ფიზიკური პირები, ფიზიკური იურიდიული პირები, ვისაც აქვს სახურავი, ვერ აკეთებს ინვესტიციას, აქეთ ამ მხარე, ვისაც არ აქვს სახურავი და არ აქვს შესაძლებლობა დააყენოს მზის ელექტროსადგური და ეს ორი, ასე ვთქვათ, მხარე ერთმანეთთან დაკავშირებულია ჩვენი გავლით და ორივე იღებს სარგებელს ამ ყველაფრიდან. თორნიკე, მე მაქვს ორი მომიჯნავე კითხვა. ერთი დაახლოებით აი რომ ავიღოთ საშუალო სტატისტიკური სახურავზე განსათავსებლად ეს რა თანხაზე არის საუბარი, ინვესტიცია რა არის და მეორე აი ამ პარტნიორობის ფარგლებში აი მოვლა პატრონობის ხარჯებს თქვენ იღებთ, აი პირობითად გაწმენდა მზის პანელებსაც პერიოდულად სჭირდება თუ ეს ან დაზიანება თუ ან დაზიანება თუ არის ეს როგორ ნაწილდება? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა არის. საშუალო სახურავზე პირობითად ვთქვათ, მოდი განვათავსეთ 5-დან 10 კილოვატ სიმძლავრემდე სადგური, ინვესტიციის მოცულობა არის დაახლოებით 3500-დან სადღაც ალბათ $5,500-მდე. ამაზე არის საუბარი, როცა ეს პატარა სახურავია, თუ დიდი სახურავი მეტი ეტევა, რა თქმა უნდა მეტი არის ინვესტიცია. თვითონ მესაკუთრე სახურავის მესაკუთრეს ვალდებულება აქვს, რომ ვიზუალური კონტროლი განახორციელოს სადგურის. მაგალითად, ხომ არ არის ეს გასარეცხი, შეგვატყობინოს ჩვენ მივიდეთ გავრეცხოთ, ხომ რაღაც არ მოხდა დაზიანება, შეიძლება რა ვიცი, რაღაცა მექანიკური დაზიანება მოხდეს ხომ? აი ამ ყველაფრის უბრალოდ დაკვირვება და ჩვენს მიმართ შეტყობინების ვალდებულება აქვს. სხვა მხრივ ჩვენ ტექნიკურ ხარდაჭერას ამ სადგურებს გავუწევთ 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე თუ რაიმე დაზიანდა, თავისთავად ჩვენ შევაკეთებთ და შავანაცვლებთ ისე რომ ეს სადგური მოვიდეს მუშაობაში და მწყობში. რა თქმა უნდა, ორივე მხარის ინტერესია იმისიც, ვისაც უმონტაჟებთ, რომ სადგური შენარჩუნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ ადამიანმა 10 წლის შემდგომ გააგრძელოს სრულფასოვანი გამოყენება ამ სადგურის. და რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესიც არის, რომ სადგური, ანუ ასე ვთქვათ, აქ ერთხვევა ინტერესები და ვფიქრობ, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგება ჩვენს აპლიკანტებთან, ვინც მოგმართეს უკვე. თორნიკე, როგორც აღნიშნეთ, 100-მდე დაინტერესებულმა პირმა მოგმართათ უკვე და საინტერესოა რა არის ის კრიტერიუმები, რომელსაც აქცევთ ყურადღებას, მაგალითად, პრიორიტეტად რომელი განცხადებები შეიძლება იქნას მიჩნეული და ასევე საინტერესოა რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი იმისათვის, რომ თქვენგან ეს სერვისი მიიღოს. ანუ როგორი უნდა იყოს მაგალითად მის სახურავი, რამხელა უნდა იყოს თუ არა ეს მაინც და მაინც კერძო სახლი თუ შეიძლება იყოს მაგალითად გარაჟი ან თუნდაც მაგალითად კორპუსის სახურავი, რომელიც ხშირად ცოტა არ იყოს და სადავოა. კი. დავიწყოთ კორპუსის სახურავიდან, რადგან ეს ახსენეთ, იმიტომ კითხვები მოდის, ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, მოცემულობა კორპუსის სახურავი. ნახეთ, ლიფტის ფული, აი ზუსტად 20%-ის ფარგლებში, შეგვიძლია ლიფტის გადასახადი დავაფინანსოთ, შეგვიძლია გარეგანათების გადასახადი დავაფინანსოთ, ასევე საერთო სარგებლობის სივრცეების გადასახადი დავაფინანსოთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ გადასახადებზე დადიან აკრეფა და ასე შემდეგ. ანუ წარმოიდგინეთ, ჩვენ შეგვიძლია სრულად ამ მისგან გავათავისუფლოთ მთლიანად ამ ხანაგობა, თუ დაგვითმობს თავის სახურავს, ხო? მაგრამ ამაზე ამ ხანაგობა უნდა შეთანხმდეს. ანუ ეს ვერ იქნება, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის ინიციატივა, უნდა იყოს მთლიანი ამ ხანაგობის სურვილი. რა თქმა უნდა, იქ მერე წვდომა სახურავზე უნდა ჩაიკეტოს, არ შეიძლება ბავშვები მივიდნენ და ითამაშონ ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, გვერდით. ასე რომ, ფიქრობ, მანდაც დიდია პოტენციალი. გამოწვევა არის ამ ხანაგობებთან ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ფიქრობ, რომ დაორგანიზდებიან. არსებობს ასეთი კარგი, ასე ვთქვათ, შემთხვევებიც პრაქტიკაში. სხვა მხრივ უპირატესობა ენიჭება ისეთ სახურავს, რომელიც სამხრეთისკენ არის დახრილი და უფრო მეტ გენერაციას მოგცემს. ანუ ამ თვალსაზრისით უყურებთ ამ ყველაფერს, ანუ პრიორიტეტი მათ ენიჭებათ, შემდგომ ენიჭება, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა ბრტყელი გადახურვაზე უფრო ძვირიჯდება, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ ბრტყელი გადახურვის პროექტებში შევალთ და აუცილებლად გავაკეთებ. და რაც თავარი არის, ანუ სახურავი არ უნდა იყოს ავარიული იმ დონეზე, რომ მაგალითად ჩვენ რო დავაყენებთ მზის ელექტროსადგურს, 1 წლის მერე, 2 წლის მერე დაგვირეკო, რომ იცი ამოდი დემონტაჟი გააკეთე, წყალი ჩამოგდის ასე ვთქვათ რა. აი ეს არის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ვფიქრობ, რომ
ასე ვთქვათ, დაუძლევთ ერთობლივად ჩვენ და ჩვენი მომხმარებლები. ერთი ჩაკითხვა, თბილისში თუ არის უბნების მიხედვით რამე განსხვავება, იპირობითად რომელიმე უბანში უკეთესი არის მზისადგურის პანელებს უწყობა თუ არ არის ასე? თბილის მზეს სწორად მოიფინების ასე რომ არ არის რაიმე განსხვავება ამ თვალსაზრისით. შვენიერი. ბიზნესსაც კითხავთ ზოგადად, როგორი იყო 2024 წელი კომპანიისთვის და იზრდება თუ არა ყოველწლიურად მოთხოვნა მზისადგურებზე ზოგადად, არა მხოლოდ სახლის სახურავებზე, არამედ დიდზე, მასშტაბურზე და ასე შემდეგ. ჩვენი კომპანიის ჩვენ ფაქტობრივად გავაორმაგეთ შარშან იმ წინა წელთან 2023 წელთან შედარებით გავაორმაგეთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე. წელს ველოდებით კიდევ ასე ვთქვათ გავორმაგებას და ამასთანავე ვფიქრობთ, რომ ამ სახელმწიფოს მიერ ხარდაჭერილი სადგურები, რომლებიც მათ მიიღეს ეგრეთ წოდებულ CFD აუქციონში ტარიფი და ამასთანავე ეხა პირდაპირ კონტრაქტებით რო კეთდება, ეს სადგურების ნელ-ნელა წამოვა და მშენებლობაში, ასე ვთქვათ, გადავა ეტაპზე. ეს ნიშნავს კიდევ ჩათვალეთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, კიდევ გავორმაგება, გასამაგება ზოგადად სიმძლავრეებით. ანუ ყოველ წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმაგდება. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, კარგი შედეგი. ამასთანავე მოგეხსენებათ, რომ 2030-ისთვის სახელმწიფოს აქვს გაცხადებული სტრატეგიით პარლამენტს აქ შარშან მიიღეს ეს დოკუმენტი, რომ უნდა გავხდეთ ნეტ მწარმოებელი, ანუ იმდენი ელექტროენერგია უნდა ვაწარმოოთ, რამდენსაც მოვიხმართ. შესაბამისად, ამ ასე ვთქვათ, ტემპით შეიძლება ამ შედეგის მიღება, თუმცა კიდევ მე ვფიქრობ, უფრო მეტად დასაჩქარებელია რაღაც ტემპები. ამ კუთხით მუშაობთ სამინისტროსთან, სემეკთან, რომ ეს ასე ვთქვათ, პროცესები უფრო გამარტივდეს და სწრაფად გადადიოდეს პროექტის მშენებლობის ეტაპზე. და ბოლოს რა გეგმები აქვს კომპანიას 2025 წელს, 2026 და მაგალითად 2030 წლისთვის რას გეგმავს Helios Energy? ჩვენ შევით ტრადიციულად დეველოპერებად, ანუ პროექტების განვითარება, მშენებლობა, ეს რჩება ასე ვთქვათ, ძირითად მიმართულებად. საინტერესო მიმართულება გვაქვს ელექტრომობილების და ელექტრომობილობის მიმართულებით დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარება, ანუ ამ მიმართულებითაც კომპანია ძალიან მალე განაცხადებს თავის სტრატეგიას და ვფიქრობ, რომ აქტიურად შევალთ ამ მიმართულებით. ვთვლით უკვე, რომ ეს ბიზნესი, რაც პირველი ნაბიჯები 5 წლის წინ, ასე ვთქვათ, გადავდგით, დღეს უკვე საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი ხდება და აქტიურად შესაძლებელია ამ კუთხით ინვესტირება. ჩვენ საკუთარი სადგურების მშენებლობას ვაპირებთ და რამდენიმე გვაქვს უკვე, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ელექტროენერგიას, ანუ მარტო სხვებს უშენებთ, არამედ ჩვენ თვითონვე ვაწარმოებთ და ელექტროენერგიას ვყიდით და ბოლო გამოწვევა არის ჩვენი ოფისი, რომელსაც ახლა ვაშენებ მშენებლობის ეტაპზე არის და უნდა გავხადოთ ნულოვანი ენერგიის შენობა, ანუ დადებითი ენერგიის შენობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კონცეპტუალურად უყურებთ საერთოდ ისე, რომ არც ერთი ახალი შენობა არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მომხმარებელი, არამედ უნდა იყოს გენერატორი, ამიტომ ჩვენი შენობა იქნება ისეთი, რომელიც ელექტროენერგიას უფრო მეც გამოიმუშავებს, ვიდრე მოიხმარს. ანუ ეგრეთ წოდებული დადებითი ენერგიის შენობა და ამ კუთხით შევდივართ ეგრეთ წოდებულ ენერგოარქიტექტურის მიმართულებითაც. იმიტომ არქიტექტურა არ გვესმის კლასიკური გაგებით, გვესმის როგორც ასე ვთქვათ ენერგიასთან, იმიტომ რომ მომავალში ზოგადად შენობები არის ყველაზე ძირითადი მომხმარებელი ენერგიის და ამ კუთხით იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევები მომავალში, რასაც დღესაც უყურებთ ფაქტიურად. თორნიკე, დიდი მადლობა წარმატებას გესურვებთ თქვენს Helios Energy-საც და დიდი მადლობა ტექნოლოგიის სტუმრობისთვის. მადლობა. თორნიკე დარჯანია, Helios Energy ჯორჯიას დამფუძნებელი იყო ტექინფორმის დღევანდელი სტუმარი, ჩვენ მიმოვიხილეთ მზის პანელების ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.